ახლა რა ვიდეოსაც გიჩვენებთ, ამ ვიდეოში მომხდარ ფაქტს შეეძლო ერთი უბრალო ჩინელი ქალბატონის ცხოვრება შეეცვალა. უკეთესობისკენ თუ უარესობისკენ ეს თქვენთვის მომინდია. მოკლედ, ეს ჩინელი ქალბატონი დუბაის ერთ-ერთ ცნობილ მუზეუმში ერთ ნაკეთობას შეეხო ხელით. ამ ნაკეთობის ღირებულება არც მეტი არც ნაკლები 10 მილიონი დოლარია. ქალბატონი ნაკეთობის ზედა მხარეს შეეხო ხელით. ჰოდა-ჰოის საოცრებავ, ლარნაკის ზედა ნაწილი ქვევით ჩამოიწია. ჩინელი ქალბატონი ძალიან განერვიულდა. მან იფიქრა, რომ ლარნაკი დააზიანა. სავარაუდოდ თვალწინ მთელმა ცხოვრებამ გაუარა. თუმცა სად იყო და სად არა, შველელად ერთი ადამიანი გამოჩნდა, რომელმაც ქალბატონს ურჩია, რომ ჩამოწეული ნაწილი უბრალოდ ზევით აეწია და გაესწორებინა. საბოლოოდ გაირკვა, რომ ეს ლარნაკი თანამედროვე სტილის ნაკეთობაა, რომელსაც დაზიანების იმიტირება შეუძლია, თუმცა ძალიან მარტივად აღდგენადია. შესაბამისად, ჩვენი ჩინელი მეგობარი ქალბატონიც გადაურჩა 10 მილიონი დოლარის ვალს.